2014 წლისათვის ხულოს მუნიციპალიტეტისათვის რეგიონის ბიუჯეტიდან ტრანსფერი გათვალისწინებული არ არის. განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გააკეთა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტს წელს მხოლოდ სახელმწიფო ტრანსფერს 6.300.000 ლარს მიიღებს. ბეჟან გობაძე აცხადებს, რომ გავგებარი ავტონომიური რესპუბლიკის გადაწყვეტილება და პრიორიტეტების გადანაწილების წესი, როდესაც მთავრობა ქედას 4.9 ლარს აძლევს, ქობულეთს 16 მილიონს შუახებს მილიონ ლახევარს, ხელვაჩაურს 300.000, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტს არც ერთ თეთრს. ის მიიჩნევს, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივ დონეზეც ცენტრალური ტრანსფერის პროპორციული უნდა იყოს. ხულოს მუნიციპალიტეტს გასულ წელს აჭარის მთავრობისაგან ტრანსფერის სახით 850.000 ლარი გადაერიცხა. აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილობრივი გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა სახელმწიფო ბიუჯეტმა შეცვალა, რის გამოც მომდევნო წელს ხულოს მუნიციპალიტეტი წინა წლებისაგან განსხვავებით დამატებით კიდევ 9 მილიონ ლარს მიიღებს. ქედის რაიონს გადაეცემა 4,9 მილიონი ლარი. ხაზგასმით ვამბობ, მილიონებზეა ლაპარაკი, 4,9 მილიონი ლარი. და ხულოს რაიონს გადაეცემა 0. ეს არის უსინდისობა, არაკომპეტენტურობა და ეთყობა სახელმწიფო ხელისუფლებაში დღესაც და ადრე იჯდნენ ფოკუსნიკები. იგივე სიტუაცია არის ხელვეჩაურის და ქობულეთის შედარება. დაახლოებით ერთი სიდიდის რაიონებია ეს, თუ ბოლო იმას არ გავითვალისწინებთ ბათუმთან შედარებით. ქობულეთის რაიონს გადაეცემა 16 მილიონი ლარი და 300.000 ლარი გადაეცემა ხელვეჩაურის რაიონს. ან ეთყობა ქუზე უნდა იწყებოდეს რაიონი და რაიონების სახელები და იმის მიხედვით არის, ან არ ვიცი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელში 4.900.000 გადაყენებული ტრანსფერი 2013 წელში. 2014 წელში გეგმული 6.300.000. აი ეს ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, იმ თანხას ჩვენასაც ვიშევით 900.000 დააბალანსა სახელმწიფო ბიუჯეტმა და დამატებით 9 მილიონი მეტი მიცვა. მაგათ არის კიდე სამი პროექტი, ამაზე ითვალისწინებენ პროექტირება, რომ მომდევნო წელში გააკეთონ პროექტირება ღონისძიებების, უკავშირდებოდა საკუთრივ თანხა რა იქნება დაცული, შემდეგ მოგმართება და შემდეგ გავუმატებთ ბიუჯეტის შვილების დროს.